Eldan informatsiას თუ რა ნახა მან რა მოისმინა და ასე შემდეგ. მანამდე მინდა კოლეგებს გთხოვოთ რომ კენჭი უყაროთ იმ საკითხს რაზეც სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ უფლება რომ ვიმუშაოთ 6 თვე. მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა მუშაობთ ამ რეჟიმში და ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი ჩვენი საქმიანობის. ის რასაც საზოგადოება ვერ ხედავს და არ არის საჯარო, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა, წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს გთავაზობთ კენჭის ხრისთვის ასეთ საკითხს, რომ ჩვენ ვითხოვოთ ბოლო მე-6 თვით გაგრძელება ჩვენი უფლებამოსილების, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა უთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი, იმიტომ რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დაუთმოთ. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს 3 წევრის მიერ, კომისიის 3 წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს და გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, სავარაუდოდ 4 აგვისტოს, მაგრამ შეიძლება მანამდეც, 4-ზე ვისაუბრეთ და 4-ს ვამბობ ამ ეტაპზე, არა უგვიანეს 4 აგვისტოსი ჩვენ შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტისა. აი ეს არის რაც ვისაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი და თუ არის კვლავ თქვენი თანხმობა, რომ ჩვენ უკვე ხვალ და მაქსიმუმ 2 შაბათს მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩვენი უფლებამოსილების 1 თვის ვადით გაგრძელების თაობაზე საკითხის შეტანაზე, გთხოვთ დამიდასტუროთ ხელის აწევით, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. ვთხოვოთ ბატონ გიანსიანს შემოგბრძანდეს დარბაზში, თუ უკვე მობრძანდა.